ყურადღება, ეკიპაჟის ყურადღება, ცხადდება სასწავლო სახანძრო გამგაში. Attention, attention, attention. This is a drill. This is a drill. Fire drill, fire drill, fire drill. ზღვაღელდა ჩრდილოეთის ბორგავს ქარი. იქნებ გემი ნაპირისკენ წავიყვანოთ. არ გაშინებთ ზღვის ღელვა და ესავდარი, თქვენს ხელშია გადარჩენა კაპიტანო. ეხ, რამდენჯერ გამივლია ეს ტალღები. გადავცურე ბევრჯერ შტორმით, ბევრჯერ შტილით. ჩუმად ზღვისთვის გამიდია გულს ნადები და მიგრძნია ჩემთან ერთად ზღვაც რომ ტირის. ჩემს თვალებში ვარსკვლავებიც ციმციმებდნენ. გემბანზე რომ მთვარი შუქი ანათებდა, მე როცა ზღვის ზვირთები იძინებდნენ ძისამოსვლას სულ ბავშვით მახარებდა. გადავცურე ეს ცხოვრება ლაინერით, სიმღერით და შემართებით ზოგჯერ სევდით. მე ტალღებთან ბრძოლით როგორ დავიღლები, მე და ზღვა ხომ ისტორიას ერთად წერდით. გულში გემი ჩავიხუტე ხელს შტურვალი და მივაპოპ, ქარს მივაპოპ იალქანით. არ მასონებს და არ ცხრება გულში ურვა, არ მაშინებს ზვირთები და ზურგის ქარი, მაგრამ ტალღამ გამომრიყა ნაპირისკენ, დადარჩენილ წუთი სოფელს აქ გავლევდი. გულმა თითქოს გაიწია ხმელეთისკენ, მაგრამ ვაი, თევზი უწყლოდ რას გავძლებდი. ხედავ ტალღებს, ჩემს ოთახში შემოქაფდა, ზღვა დაშრა და აქ ზღვა კოვზით დაილია. ის რაც თითქოს ცხადი იყო სიზმრად ახდა და სიზმარი სიცხადეში აირია. იცით, ახლა მე თქვენ ზღვაში გამიყვანეთ და ფსკერიც კი დამანახეთ კაპიტანო. ზღვის ტალღებით მაღლა ცაში ავიყვანეთ. მათლექსი ღმერთთან დავამტანო. კახეთიდან წამოსული ბავშვობის ოცნებებით დატვირთული პატარძეულელი მეზღვაური, რომელმაც გადაწყვიტა ზღვის ლომი გამხდარიყო, გადაიარა ზღვები და ოკეანეები, ბევრი პორტები და უამრავი ქვეყნები, მაგრამ მისი ცხოვრების ღუზა ყოველთვის საქართველოში ეშვებოდა. მთელი არსებით იყო ზღვაში, ხმელეთი კი მისი ნავსაყუდელი გახდა. ვინაიდან ბავშვობიდან დავიწყებ იმით, რომ სულ ზღვებში და ოკეანეებში გავატარე და გემებზე რა, ამას ვემსახურებოდი. აი დღემდე იქიდან გამოსული არ ვარ. ისევ იქ ვარ. აი ეს არის ეს ძილშიც, სიფხიზლეშიც, ყველანაირ მოქმედებაში და ფიქრებში, სულ ზღვაში. მეზღვაურის გამოსვლა ზღვიდან პრაქტიკულად შეუძლებელია. მეზღვაურთა ცხოვრება ნამდვილად რთულია და ძნელი. დახურულ სივრცეში გიწევს ყოფნა, მაგრამ ის დახურული არასდროს ყოფილა. ბატონი გელა გულღია, კეთილი, მეგობრული, საქმისადმი კეთილსინდისიერი, უანგარო ადამიანი იყო. ერთი სიტყვით, იგი მართლაც მოვლენა იყო ქართულ საზღვაო სამყაროში. თავისი საქმის პროფესიონალი და ნამდვილი მეტრი, რომლის ცხოვრებისეულ მაგალითზე ქართველ მეზღვაურთა მომავალი თაობები აღიზრდებიან. 1971 წელს წინა საუკუნეში მოვეწყვეთ ბათუმის საზღვაო სასწავლებელში. სწავლის პერიოდში გელა გამოირჩეოდა როგორც მიზანმიმართული, მიზანმისრაფული და ერთ-ერთი ძლიერი პიროვნება, რომელსაც ძალიან უყვარდა საზღვაო სპეციალობა და მეზღვაურობა. დამთავრების შემდეგ ცოტა ესეთი ეპიზოდია გელა უნამგოშვილი, როდესაც პრაქტიკაზე იყო, საზღვაო პრაქტიკაზე იყო ერთ-ერთ გამოჩენილ კაპიტან გაიდამაშუკთან,
რომელსაც ძალიან მოეწონა ამის ახალგაზრდული მისწრაფება და სიძლიერე და რო დაამთავრა წაიყვანა მასთან. და ის იყო მისაბაძი კაპიტანი და ალბათ არ ჩამოუვარდა მის ძლიერებას. შემდეგ გელა წავიდა შორეულ ნაოსნობაში, ჩვენ ერთად წავედით, გაიყო ჩვენი გზები, ის წავიდა ნოვოროსისკის საზღვაო სანაოსნოში, მე დავჭი საქართველოს საზღვაო სანაოსნოში. გელამ იქ მოიხვეჭა ძალიან სერიოზული სახელი, მისწრაფება, გახდა ახალგაზრდა შტურმანი, საზღვაო შტურმანი, კაპიტნის თანაშემწე და შემდეგ გადმოვიდა საქართველოს საზღვაო სანაოსნოში. აქაც ძალიან ადრე გაიკაფა გზა, იმიტომ რომ ძალიან სერიოზული სპეციალისტი იყო გელა, როგორც მეზღვაური და გახდა კაპიტანი და საქართველოს საზღვაო სანაოსნოში იყო ერთ-ერთი ძლიერი კაპიტანი, შორეული ნაოსნობის კაპიტანი. ის იყო უძლიერესი სპეციალისტი, უსაყვარლესი ოჯახის მოყვარული და ძლიერი მეგობარი, რომელსაც შეეძლო ყოველთვის გვერდში დგომა. სანაოსნოს არ აყავს დღეს, სანაოსნო საქართველოს არ აყავს, მაგრამ მარე ეყოლება თავისი სანაოსნოც და გელას სახელი და გვარი დაეტყობა სანაოსნოს ხვალინდე განვითარებას, აუცილებლად. შორეული ნაოსნობის კაპიტანი გელა უნაფქოშვილი წარმოშობით პატარზეულიდან იყო. ბოლო წლებში მოხდა ჩვენ დამეგობრება. ჩვენ საერთო ენა მოუძებნეთ იმასთან დაკავშირებით, რომ გელას ბოლო წლებში გაუჩნდა ძალიან დიდი სურვილი, რომ თავისი ძალიან საინტერესო ისტორიები, თავისი თავგადასავლები, ის საქმეები, რომელშიც მას დიდი ღვაწლი ჰქონდა შეტანილი, მოეთხრო ვინმესთვის და მან ძალიან დიდი პატივი დამდო, რომ ჩემთვის ეს მოეთხრო. ამაზე მე დაწერილი, ეს ყველაფერი მე დაწერილი მაქვს და ჩემ მიზანია, რომ საზოგადოებას მოუთხრო, რაც შეიძლება მეტი ამ საოცარი მოღვაწის შესახებ, რომელიც მხოლოდ მეზღვაური არ იყო და მხოლოდ ზღვაოსნობის სპეციალისტი არ იყო. მაგალითად ასეთი რამ, რომ მას საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა ილია მეორემ სთხოვა, რომ შეხვედროდა კვიპროსის პატრიარქს და წამოიღო იქიდან მეფუტკრეობის სახელმძღვანელო, რომ ეს დარგი უკეთესად განვითარებულიყო საქართველოში. გელამ რა თქმა უნდა, საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს ეს სურვილი შეუსრულა, თავისი ხარჯით შეისყიდა ეს წიგნი ჩამოიტანა საქართველოში. მას ასეთი მისიები ძალიან ბევრი აქვს შესრულებული და ის გამორჩეული იყო თავისი რეფორმატორული უნარებით, თავისი შორსხედელობით. გულისხმობ იმას, რომ მაგალითად 80-იანი წლების ბოლოს საქართველოს საზღვაო სანაოსნო მოითვლიდა 53-მდე ხომალდს. ესენი იყო სამშრალ ტვირთო, ტანკერი, ასევე თხევადი ტვირთების გადამტარი გემები, რომლების შემოსავალი დღეში 200 მილიონ მონეტამდე ადიოდა. და საბჭოთა კავშირი რომ დაინგრა, ეს გემები გაიფანტა, დაიტაცეს, მიითვისეს და ნელ-ნელა ისინი გადავიდა კერძო კომპანიების ხელში. და ძალიან დიდი ვაჟკაცობა, ძალიან დიდი მონდომება უნდოდა იმას, რომ ეს გემები არ დაეკარგა ჩვენ ქვეყანას. და მან როდესაც მუშაობდა იგი სუპერინტენდანტად, სრულებით შემთხვევით გაიცნო სომეხ ეროვნების ადამიანი, ისიც სუპერინტენდანტი, ვინმე რაფიკ ამიროვი. რაფიკ ამიროვისგან მან მოისმინა ესეთი ამბავი, რომ არსებობს კომპანია კოლუმბია შიპ მენეჯმენტი, რომლის ხელმძღვანელიც არის ძალიან მაგარი ზღვაოსანი, ძალიან კარგი მენეჯერი, გენრიხ შოლერი და კარგი იქნებოდა თუ ისეთი პატარა ქვეყანა, როგორც არის საქართველო, გენრიხ შოლერს მიანდობდა გემების მართვას. ძალიან ბევრმა კომპანიამ, ქართულ უცხოურმა კომპანიებმა სადეს, რომ ქართული გემები ხელში ჩაეგდოთ
ძალიან ბევრი დანაშაულებრივი ფაქტი მოხდა და გელა უნაფქოშვილი აი ეს ყველაფერს იძიებდა, ატარებდა ამ ყველაფერს შემოწმებას და ბოლოს მოხდა ასეთი დადებითი ამბავი, რომ 1998 წელს მას დაუკავშირდნენ საქართველოს ტრანსპორტის სამინისტროდან, კონკრეტ მაშინ მინისტრი გახდა მერაბ ბადეიშვილი და გელა უნაფქოშვილი დაინიშნა ტრანსპორტის მინისტრის მთავარ სახელმწიფო მრჩევლად. ეძებდა მაშინდელი ხელისუფლება გამოსავარს და გელა უნაფქოშვილის რჩევის საფუძველზე საქართველოს ხელისუფლება შეარჩია სწორედ გენრიხ შოლერის კოლუმბია შიფ მენეჯმენტი. და დღესაც ეს პიროვნება წარმოადგენს ჩვენი ქვეყნის პარტნიორს. რატომ იყო ეს ფაქტი ძალიან მნიშვნელოვანი? საქმე ის არის, რომ საფრთხე შეექმნა არა მხოლოდ საქართველოს საზღვაო სანაოსნოს, არამედ საერთოდ მეზღვაურობის პროფესიას საქართველოში. საქართველო ისტორიულად სამდინარეო ნაოსნობასაც მისდევდა და საზღვაო ნაოსნობასა და ძალიან დიდი ტრადიციები და დიდი გამოცდილება დაუგროვდა ჩვენ ქვეყანას. და დადგა იმის საფრთხე, რომ ეს დარგი საერთოდ განადგურებულიყო. გამომდინარე იქიდან, რომ შევარდნაძის პერიოდში ხელისუფლებამ გენრიხ შოლეს ანდო ქართული გემების მენეჯმენტი. ამან გადაარჩინა საზღვაო დარგი და სხვადასხვა ის მინდა აღვნიშნო, რომ 2010 წელს ევროკავშირმა გაუუქმა ლიცენზია საქართველოს საზღვაო სწავლების და კოლუმბია შიფ მენეჯმენტი ჩვენ დაგვეხმარა, რომ ეს ლიცენზია დაგვებრუნებინა და დღესაც საქართველოს საზღვაო აკადემიაში სტუდენტები, კურსანტები იღებენ განათლებას. ასე რომ გელას უნაფქოშვილის როლი ძალიან დიდია არა მხოლოდ გადარჩენაში, არამედ იმ პერსპექტივაში, რომელიც მან მისცა აი ამ დარგს. მან დატოვა თავისი მემკვიდრეობა, მან დატოვა ის ადამიანები, რომლებსაც გზა გაუყოლა ამ სფეროში და მან დატოვა არაჩვეულებრივი საზღვაო მუზეუმი, რომელიც უნიკალურია მსოფლიოშიც კი და ჩვენი პატარზეულელების პირადად ჩემს მიზნად მიმაჩნია, რომ ის საოცარი ისტორიები, ის მაგალითები, რომელიც ჩვენ გელა უნაფქოშვილმა დაგვიტოვა, რაც შეიძლება მეტ ადამიანს გავაცნოთ. მოგესალმებით ბატონებო, მე ვარ გელა უნაფქოშვილის მეგობარი და ჩვენ ერთად ვიმუშავეთ დაახლოებით 25 წელი. გელა იყო შორეული ნაოსნობის კაპიტანი, მე ვიყავი მთავარი ინჟინერი მის გემზე. ჩვენ ისე ვიმუშავეთ 20 წელი ერთად, რომ ტექნიკური და არც კომერციული, არც ნავიგაციული პრობლემები არ ჰქონდა. ყოველთვის იყო ძალიან წინდახედული და ყველაფერს აკეთებდა იმისათვის, რომ გემს პრობლემა არ შეექმნა გემისათვის პრობლემა. და სხვათა შორის პირველი კაპიტანია კახეთიდან, სადაც საქართველოს ყავდა 60 ერთეული მცურავი საშუალება. პირველი კაპიტანია გელა უნაფქოშვილი კახეთიდან. ბოლოს საქართველოს საზღვაო სანაოსნო ერთ-ერთ წარჩინებულ გემზე, კარგ ტექნიკურად გამართულ გემზე ვიყავით, რომელსაც ეწოდებოდა აკაკი წერეთელი და ჩვენი ბოლო რეისი ერთად მუშაობის გავაკეთეთ, წავედით ფოთიდან, წავიღეთ ტვირთი, ჩავიტანეთ ამერიკაში და ისევ ის ტვირთი დავაბრუნეთ ფოთის პორტში. ამ რეისში ჩვენ გარკვეული რაღაცა პრობლემები შეგვექნა, მაგრამ როდესაც განსაკუთრებულად იყო ერთი შემთხვევა შტატ ჯორჯიაში, რომ შევდიოდით იქ კაპიტანს ყოველთვის აღავს მრჩევლად ლოცმანი ეწოდება ასეთი. ხო და იმას რაღაცა ნავიგაციური არასწორი კომანდა მიეცა და მაშინ გელამ თხოვა, რომ გურამ გემის ვერ დავღუპავთ, უნდა მივცეთ მაქსიმალური სვლა. და ჩვენ ქართველებმა ნამდვილად ამერიკის შტატ ჯორჯიაში გავაკეთეთ ყველაფერი, რომ ქართულ გემს არაფერი არ დამართ. და იქიდან დავბრუნდით კარგი ბედნიერი ნაოსნობით ისევ საქართველოში. და გელამ შემდეგში გააგზავნა უკვე მუშაობა სხვადასხვა უცხოურ კომპანიებში და ის იყო პირველი ქართველი წარმატებული კაპიტანი. სადაც გელა იყო, იქ ფიზიკურად პრობლემა არ იყო, არც ტექნიკური და არც კომერციული.
ძალიან რთულია გელაზე წარსულში საუბარი. საოცრად მიზანდასახული იყო, იდეებით სავსე. ბავშვობიდან ოცნება ჰქონდა გემის კაპიტანი გამختარიყო, რასაც მიაღწია და ასეთი წარმატებული გზა განვლო. თავისი პროფესიული გზა. ბოლო 30 წლის განმავლობაში უამრავი უნიკალური ნივთი შეაგროვა და პატარძეულში თავის სახლში საზღვაო მუზეუმი გახსნა. ეს მუზეუმი მართლა ძალიან მდიდარია. მდიდარია ნივთებით, ფილმებით და იდეებით. შეიძლება რომ ბავშვები, რომლებიც იქ მიდიან მუზეუმის სანახავად, ამ ბავშვებმა ნახონ, როგორი გზა განვლო გელამ და როგორ შეიძლება რომ მიზანდასახულობით ადამიანმა მიაღწიოს ცხოვრებაში ძალიან ბევრს. ბოლო 2 წელიწადნახევარი გელა აღარ მუშაობდა. უფრო ხშირად ხდებოდით და თუ შეხვედრის საშუალება არ იყო, საღამოს ტელეფონზე საუბრობდით ხოლმე. როცა სამსახურიდან ბრუნდებოდი, ხშირად მთელი საათი გვისაუბრია ტელეფონზე და მისი სასაუბრო თემა ყოველთვის ამ ქვეყნის მდგომარეობა იყო. ძალიან დიდი პატრიოტი იყო თავისი ქვეყნის და აი ეს დაულაგებელ ქვეყანას ეწუხილი თან გახვა. ნაადრევად წავიდა, ნამდვილად ნაადრევად, იმიტომ რომ ჭარბად ჰქონდა ენერგია და ბევრი რამის გაკეთება შეეძლო. ერთადერთი რაც მან უკეშებს, ის არის რომ მისი ორი შვილიშვილი გელას პროფესიულ გზას გაჰყვა, ორივე მეზღვაურია, დღეს მსოფლიოს სხვადასხვა ოკეანეებში ცურავენ და მინდა რომ ორივეს გელას, გიორგის და ჰენრის წარმატებული კარიერა უსურვო და ისეთივე სახელოვანი გზა განვლონ, როგორიც მათმა პაპამ. ცხრამთასა და ოკეანეებს იქით, რომ მივდიოდი, სულ შენზე ვფიქრობდი. როგორ ვხუმრობდით, სუფრის აკადემიის დამთავრების შემდეგ ერთმანეთს რანგს რომ ვანიჭებდით. ხან თამადას და ხან კაპიტანს მეძახდნენ. ტალღების აბობოქრების შემდეგ ხშირად მიფიქრია. პატარძეულს გულში რომ ვეღარ ჩავეხუტოთქო. მისი სიორო ვეღარ შევიგრძნოთქო. მოვიფიქრე, შენგან ერთი დიდი კვაწა მოვიღო და ზღვის ფსკერზე ჩაუშვა. ხოთა ესეც მოვიქეცი. ჩემო დიდო, დარდო და ერთგულო პატარძეულო. ასე უყვარდა ბატონ გელას თავისი პატარა სოფელი, თავისი კახეთი, რომელმაც მთელი გულით სამარადისოდ ჩაიხუტა კაპიტანი ნაბქოშვილი. ჩვენ გეტყვით ერთ კაი კაცზე, ქართველზე, კახეთზე, პატარძეულელ ბიჭზე, გადაყოლილი სამ სოფელზე, ამ ქვეყანაზე და ბევრი რო არ გელაპარაკოთ, არის ესეთი ლექსი. მიშახერგიანს მიუძნა ერთმა ფშაველმა კაცმა. ყველა საკლავს სიკვდილო, შენ თვითონ არ აკვდებიო, სახელს ნუ გაეჯიბრები, სახელთან დამარცხდებიო. ეს ლექსი მე მგონი გელასაც ეკუთვნოდა და ყველას გისამძიმრებთ, ყველას ბადლობას მოგახსენებთ და ყველა კარგად ბრძანდებოდეთ გელას მოსაგონებლად. გელა იყო დიდი გულის ადამიანი, ქართველი პატრიოტი და მართლაც სამშობლოს შვილი, საქართველოს შვილი. გელა იყო მორწმუნე ადამიანი და ყოველ ჩამოსვლაზე, რა ვიცი, ერთად მივდიოდით ხოლმე პატარძეულში ძალიან ბევრი სალოცავები გვაქვს და თითქმის ყველა სალოცავს მოვიდით ხოლმე 2 დღეში, 3 დღეში. ასევე ძალიან ბევრი სალოცავები აქვს გარემონტებული და მიუძვისწრილი აშენებებშიც. ძალიან დაგვაყრდა სულ ყველას და გისამძიმრებთ სრულად საქართველოს.
როგორც ყველა კლასელს, ალბათ მეც ბევრი ტკბილი და თბილი მოგონებები მაქვს გელა უნაფქოშვილთან. ჩვენ 10 წელი ვსწავლობდით ერთად. მერვე კლასში გეოგრაფიის მასწავლებელი ყავდა და იმ მასწავლებელმა ძალიან ბევრი თბილი და ტკბილი მოგონებები დაგვამახსოვრა. გელა თავიდან ამბობდა, რომ აი ექიმი უნდა გამოვიდე, აი მასწავლებელი უნდა გამოვიდე. ერთხელაც სამ მაყვალა მასწავლებელმა ზღვაზე წაგვიკითხა რომანი. გელა წამოხტა და მასწავლებელო, ერთი წუთი შეიძლება? კიო და ასე თქვა, მე ზღვის ლომი უნდა გამოვიდეო. და მართლაც დავამთავრე 10 კლასი და მთელი 3 დღე და ღამე გქონდა ბანკეტი. ამ დღეების განმავლობაში გელა სულ იმას ყვიროდა, მე ზღვის ლომი უნდა გამოვიდეო. როგორც ყველა ბავშვი ჩვენც დავცინოდით, პატარძეულელი და ზღვა, მაგრამ თქვენ წარმოიდგინეთ 20 წლის თავზე როგორც იქნა გელა ჩვენ ბანკეტს დაესწრო. 20 წლის განმავლობაში ჩვენ გელა უნაფქოშვილი არ გვინახნია. და როცა უნაფქოშვილი სანდროსთან ჩვენ ბანკეტი გადავიხადეთ, მაშინ მომიბრუნდა და მე მითხრა, ნინო, შენ ხო ყველაზე მეტად დამცინოდი, რომ მე ზღვის ლომი არ გამოვიდოდი. ხო და აი ნახე, შენ მეტ დაგამოხელ, მე ზღვის ლომიო. და ამ დღეების მერე სულ ტკბილი მოგონებები, სულ თბილი მოგონებები გელას მიმართ ყველას გქონდა. წელს როგორც იქნა ამ სიბერეში, გადავწყვიტეთ, რომ ჩვენ 55 წლისთავი უნდა გადაგვეხადნა. მივედით გელასთან და უთხარით, გელა ჩვენ ვაპირებთ 55 წლისთავის გადახდასო. როგორც ყოველთვის მან ზღვის ლომივით წამოვიძახა. ვაიმე რა კარგა მოგიფიქრებიათო. მაგრამ უფალმა ეტყობა ჩვენც დაგვცინა და გელასაც, რომ ჩვენ 55 წლისთავი ვერ გადავიხადეთ. მაგრამ მოვქუჩდით კლასელები გელას სამძიმარზე, რომელიც ძალიან წარეთ, ტკბილად და თბილად დავიტირეთ და ნათელში იყოს ჩვენი ზღვის ლომის, ჩვენი დიდებული ადამიანის, მართლა და ქართველი ხალხის საამაყო შვილი, ჩვენი გელა უნაფქოშვილი. გელა უნაფქოშვილი თქვენ წარმოიდგენით, 39 მოსწავლე ვიყავით ჩვენ სკოლა რო დავამთავრეთ და მე-20 იყო გელა, რომელმაც თითქმის სულ ყველა გაგვამწარა და ალბათ ეს სიმწარე 72 წლის ვარ მე და ჩემი კლასელებიც რა თქმა უნდა და არ დაგვავიწყდება, იმიტომ რომ გელა სხვა ფენომენი იყო. ჩვენ ძალიან კარგი კლასელები ყვანდნენ, მარხვაშვილი ლადიკო, კაპიტანოვი მალხაზი. მარხვაშვილი ლადიკო იყო რაიონის გუბერნატორი და ისიც ძალიან სწავლული, კარგი თბილი კაცი იყო, მაგრამ ის რაც გელამ გააკეთა, ჩვენ როცა შევიკრიფებოდით კლასელები იძახდა, მე პატარძეულიდან დიდი ქვა წავიღე და ოკეანეში ჩავაგდე და ზედ დავაწერე პატარძეული და გელა უნაფქოშვილიო. ჩვენ დავცინოდით, რას ამბობო და თუ არ გჯერათ, აი სურათი და მისმა შვილმა რამდენიმე დღის წინ ქვა გამოხატა, რომელიც გელამ ოკეანეში ჩააგდო. დიდებული ადამიანი დაკარგა მარტო კლასმა კი არა, საქართველომაც და ქართველმა ხალხმაც. მე ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ საუკუნეები იარსებებს და დიდება იქნება ჩვენი დიდი კაპიტნის გელა უნაფქოშვილის სახელი. ასეთი პიროვნება იშვიათი არის, ჯერ ერთი ასეთი მოგზაური ზღვის ასეთი პიროვნება ნამდვილად უდიდესი და თანაც ისეთი მეგობრული კავშირი ჰქონდა ჩვენ ერთმანეთთან.
ისეთი მეგობრული, რომ ჩვენ ერთმანეთთან ისეთი სუფრაზეც ყოფილვართ და ძალიან აინტერესებდა ჩემთან გვერდით ყოფნა და ამხანაგობა. მე მით უმეტეს რომ ასეთი პიროვნება მე მინდოდა ეს იგი ნატურიდან დამეხატა და შემექმნა მისი ასეთი როგორც პიროვნება უდიდესი უძირფასი პიროვნება კარგი პორტრეტი შემექმნა იმიტომ რომ მას აქვს სახმუზეუმი რომელსაც ნამდვილად ეკუთვნის ასეთი რამ რომ კარგი შეიქმნას კარგი პორტრეტი როგორც ასეთი მე ნატურიდან მინდოდა და მაშინ ხასიათსაც ჩავდები და უფრო მეტსაც მაგრამ ვერ მოვასწარე სიუჟეტის ისეთია რომ თვითონ იყო მეზღვაური მამამ გვაჩვენა არაჩვეულებრივი მაგალითი თუ როგორი უნდა იყოს ღირსეული მეუღლე, მამა, პაპა, მეგობარი. დაგვიდო არაჩვეულებრივი ცხოვრების გაკვეთილები, მაგრამ ოჯახური ურთიერთობის დროსაც და მეგობრული ურთიერთობის დროსაც ყოველთვის იყო კაპიტანი გიორგი, რომლის სიტყვაც ყოველთვის იყო კანონი. ახლა ის ყველაზე დიდ, ყველაზე უსასრულო შორეულ ნაოსნობაშია. და ჩვენ ყველა მისი ოჯახის წევრები, ახლობლები დავრჩით ეკიპაჟის წევრებად, რომლებიც ყოველთვის შევასრულებთ მის კანონებს. ჩვენ არასოდეს არ ვიქნებით მგზავრები, ყოველთვის ვიქნებით მისი გემის ეკიპაჟის წევრები. მინდა გავიხსენო მამასთან ჩემი ბოლო ურთიერთობის საღამო. ის შემოსული იყო ოთახში და უყურებდა ჩემს ნახატს. და მამას ჰქონდა ძალიან მეოცნებე მწვანე თვალები, ამას ყოველთვის ყველა აღნიშნავდა. და მე მეუბნებოდა რომ დიანა, მე შენი იმედი მაქვს, შენ გააგრძელე მხატვრობა, შენი იმედი მაქვსო. მამა მიცოდა რომ მე ჩემს მხატვრობასთან ურთიერთობას და ზოგადად ხატვას უფრო ჰობის დონეზე ვუდგებოდი. და დამიტოვა ასეთი სიტყვები და მე ახლა აღარ მაქვს უფლება რომ ხატვა დავტოვო ისევ ჰობის დონეზე. ეს იყო ჩვენი ბოლო შეხვედრა. მეორე დილას მამა ჩავარდა კომაში. ჩვენ გადავიყვანეთ რა თქმა უნდა საავადმყოფოში. ვეფერებოდი საავადმყოფოში მევიჯექი. მანქანაში და მქონდა ძალიან დიდი იმედები რომ გადარჩებოდა და როგორც კი გავუკეთეთ ოპერაცია მე დავიწყე ხატვა ძალიან მძიმე იყო ჩემთვის მენტალურად ფუნჯის აღება მაგრამ მინდოდა რომ ამ ნახატში ჩამედო ის ენერგია რომელიც მამა ჩემს ამ სიბნელიდან გამოიყვანდა და მე დავხატე ლომი რომელიც ბნელი გვირაბიდან გამოდის ანუ სინათლეზე მაგრამ სამწუხაროდ მე მაშინ ვერ გავაცნობიერე რომ გვირაბს თურმე ორი მხარი აქვს და ეს გვირაბი იყო იმ ქვეყნიური გამოსასვლელი მისი ღუზა სამუდამოდ ჩაეშვა პატარძეულის მიწაში. ბატონო გელა, ჩვენ შენი მეგობრები, ნათესავები, მეზობლები, თანასოფლელები, ოჯახის წევრები, სამუდამოდ თქვენი ეკიპაჟები ვიქნებით.